ტანო, გულწამ ტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო. სექტემბერი დასრულდა, მრავალი ტექსტი ახლა გავიარეთ, ხო და ჩვენს გადავხედოთ რა მოხდა ამ თვეში. სანამ დავიწყებთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, მე გამიხარდება ძალიან. ხო, let's go. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ Apple-ის ივენთი და მათი ახალი ტექნიკა, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ Zoom-ერის ფილიალებში. ახალი iPhone-ები, AirPods-ი, საათები, ჩვენიერი line-up-ი შემოგთავაზა Apple-მა. ყოველ შემთხვევაში მე მომწონს. ახალი 17 სერია და უახლესი არის, შეგიძლიათ ჩვენს ფილიალებში დაათვალიეროთ, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვიდეო განხილვაც და თუ უკვე დაათვალიერეთ, ან მით უმეტეს შეიძინეთ, თქვენი შთაბეჭდილებები და შეფასებები ქვემოთ გაგვიზიარეთ კომენტარებში, სადღაც აი აქ. ასევე მალე ნახავთ ფლაგმანი სმარტფონების შედარებასაც, ვიცი, გაინტერესებდათ Samsung-ის, Google-ისა და Apple-ის ბოლო სმარტფონების შედარება. AirPods-საც აქებენ, განხილვებიაც ვნახე, მშვენიერი შეფასებები აქვს, თქვენი აზრიც მაინტერესებს მაგაზე. საათებზე ცოტა მერე ვილაპარაკებ. ცოტა მერე. რიცხვებს იქ. ასევე სექტემბერში Qualcomm-მა დაანონსა ახალი ფლაგმანური ჩიპსეტით Snapdragon 8 Elite 5. მას პროცესორის წარმოდობა 20%-ით გაუმჯობესებული აქვს, ენერგოეფექტურობა კი 35%-ით. ვიდეობართის წარმოდობა კი 23%-ით გაიზარდა. 20%-ით კი მისი ენერგოეფექტურობა. არ ვიცი ამ დონეზე სად უნდა გამოიკვეთოს ეს გაუმჯობესება ამ წლის Snapdragon-ის ჩიპსეტი, ისედაც იმდენად სწრაფია, მართლა არ ვიცი სად უნდა გამოჩნდეს ამ მეხუთე თაობის გაუმჯობესებული სპეციფიკაციები, მაგრამ ნახოთ. აი ხელოვნური ინტელექტის წარმოდობა კი გაიზარდა ამ ჩიპსეტში და ახლა მას შეუძლია 20 ბიტში გადაიღოს ვიდეო, ანუ უფრო დიდი არჩევანი ფერებში და უკეთესი ხარისხის ვიდეოები გვექნება. საინტერესოა რომელი Android კომპანია გამოიყენებს ყველაზე კარგად ამ შესაძლებლობას და ვიდეოს ხარისხს გაუმჯობესებს. მეხუთე თაობას შემდეგ წელს შევხვდებით სმარტფონებში, თუმცა რამდენიმე ტელეფონს უკვე აქვს ეს ჩიპსეტი, მაგალითად Xiaomi-ის ბოლო ფლაგმანს Xiaomi 17 სერიას. 25 სექტემბერს დაანონსებული ეს სმარტფონები ჩიპსეტთან ერთად კიდევ ერთი რამით გამოირჩევა, დიზაინით ძალიან გავს iPhone 17 Pro სერიას, დიდი კამერის ჭრილითა და თვითონ კამერის განლაგებით. სახელიც კი Pro და Pro Max დაარქვეს, საინტერესო გადაწყვეტილებაა ნამდვილად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ Xiaomi მთლიანად გადაახტა 16-ს, პირდაპირ 17 სერია გამოუშვეს. ისე გამოდის, თითქოს ძალით ხნეს გამიზნულად iPhone-ის copy-paste, kinda. რა ვიცი. ის ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ტელეფონია, უკანა პანელზე კამერის ჭრილი, ეკრანია და სადღაც Samsung-ის Flip 7-ის დაკეცილ ვერსიას გავს. მოკლედ, cool სმარტფონია, სიამოვნებით ვნახავთ. ძალიან cool სმარტფონი. ასევე სიამოვნებით ვნახავდი სექტემბერში დაანონსებულ ახალ კამერას Canon-ისგან, Canon C50-ს, რომელიც cinema კამერა გახლავთ და full frame open gate სენსორი აქვს. ანუ შეგვეძლება გადაღებისას კამერის მთლიანი სენსორის გამოყენება, რითაც გამარტივდება მონტაჟისას კადრების დაჭრა სხვადასხვა ფორმატზე. ჩემთვის, როგორც კამერის მოყვარულისთვის, ძალიან საინტერესოა ახალი კამერები და იქნებ გქონდეს კიდეც შეხება ამ კამერასთან, ოდეს მე გამიხარდება ძალიან. ძალიან გამიხარდება. აი ინოვაციური ტექნიკა, Meta-სა და Ray-Ban-ის ახალი სათვალეა შუშაში ჩაშენებული ეკრანით. აი კინოებში რომ გინახავთ ვიღაცა მაგარი ჯაშუშის სპეცსათვალეები, აი ეგა. ოღონდ ამას უფრო ყოველდღიურობაში გამოიყენებთ, ფოტოს და ვიდეოს გადაიღებთ, მუსიკას მოусმენთ, Instagram-ს ჩასკროლავთ, მოკლედ გაერთობით ძალიან. ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, ამ სათვალეშიც გვხვდება, კონკრეტულად Meta-ს ხელოვნური ინტელექტი და ვფიქრობ, ძალიან პრაქტიკულია. წარმოიდგინეთ თქვენს წინ არსებულ ნებისმიერ რამეზე ეკითხებით ინტელექტს და ისიც სათვალედანვე გპასუხობთ. აღარ გჭირდება ტელეფონის ამოღება GB-დან და წვალება. პირდაპირ სათვალის კამერა და ხელოვნური ინტელექტი გეხმარებათ. სექტემბერში ბევრი ტექთან დაკავშირებული ივენთიც ჩატარდა, იყო ბევრი სამიტი და ექსპო. CEDIA Expo-ზე კი კომპანიებმა წარადგინეს ტექნიკა სახლისთვის, იქნებოდა ეს დიდი ეკრანები თუ სახლის სტერეო სპიკერები. Smart სახლისთვის შექმნილი უახლესი ტექნიკა გვანახეს ამ ექსპოზე და რაც ვნახე, ნამდვილად საინტერესო ჩანდა. ძალიან მაგარი. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგისთვის დიდად საინტერესო არ აღმოჩნდა ეს ექსპო და მაყურებელიც ნაკლები ყავდა წინა წელთან შედარებით. ისე რა მაგარია ის Smart სახლი რო გაქვს და აი სადაც რომელიღაც ოთახში რო შედიხარ და თავისით რო ინთება შუქი, იმიტომ რომ იქ რო შეხვედი მოძრაობის სენსორი გეყენა და იმ მოძრაობის სენსორმა ეს მოძრაობა რო აღიქვა, პირდაპირ Smart Natura-ს აანთებინა შუქი, იმიტომ რომ შენ დაყენებული გქონდა ესე რომ ამ მოძრაობის სენსორზე დაკავშირებული გქონდა ის Natura და Natura პირდაპირ ანთებს შუქს, იმიტომ რომ შენ უბრალოდ ოთახში შეხვედი და აღარ გჭირდება ეს რაღაც switch-ის პოვნა კედელზე რომ აი მე სად არის. აი მოვრჩეთ ხუმრობებს, თქვენ თუ იყენებთ Smart სახლის ტექნიკას და რამდენად გიმარტივდებათ ყოველდღიურობა, გაგვიზიარეთ კომენტარებში. აბა გამოიცანით, სად შეგიძლიათ შეიძინოთ ასეთი Smart ტექნიკა. აი გაცდით. დიახ, Zoom-ში ქვემოთ იქნება ლინკი აღწერაში და დაათვალიერეთ თქვენთვის საინტერესო Smart ტექნიკა თქვენი სახლისთვის. ასეთი გახლდათ სექტემბრის თვე, დახუნწლული, რასაც ქვია, სულ თუ არაფერი ახალი iPhone-ები მარტო რა ადგირს, ხო და შემოგვიარეთ, დაათვალიერეთ, აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ტექნიკა და თან არხიც გამოიწერეთ. მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ჭირი ხალხინიაკა.